ჩამოვედით მეგობრებო ძალიან მაგარ ადგილას, უმაგრეს სოფელში, რომელიც ბაკურენეს რაღაც 5 წუთის სავალზე მდებარეობს. ამ სოფელს ქვია ციხისჯვარი. ხოლო ამ სახლს ქვია House Paradise. დედა რა ბუნება, ლევან, გაიხედე დატკბი ამ ბუნების. აუ, რამდენი თვებია, რა ლამაზია. აუ, ამან უეჭველი ოთახი უნდა დამახიოს ეხლა, ხო არ გადაო. თაზო უეჭველი მე მიდა ეგ ოთახი. გადი ეხლა ის ეგ ოთახი, გავა. აი მე რას უტყვილად კლავენ ერთმანეთს აქ ოთახს ვირჩევ მე. აუ, შემასტრო უეჭველი. გააღე, რა არის ბიჭო? გააღე, კარები. ამ ოთახში ვარ მე, მეორეში შედი შენ. რა შენახარ, გააღე, მე მიდე. გადი მოშოდი აქედან დაიკარგე. მანდ კარგი ხედი არის, გააღე. ათაში ერთხელ გაგახედებ. თამას გამიღე კარები. ეცი მოშოდი აქედან. სიხარულო გააღე კარები. არა. აი მაგასაც ვნახავთ ვინსად დაიძინებს. წადი დაიკარგე აქედან. რა ბიჭო და მოსკოვს დავეკითხებოდი ახლა რა. ეს ოთახი ჩემია. თამაზე გაგდებულია ოთახი და. აუ ისე ცხვირში რა მაგარი გამარტყა მაკამ რა. ნეტა ერთი ხმა ჩაწყვიტო, ხანდარაზე ვარ გამოკიდებული. და მოვადექით მეგობრებო წყაროს. ამ სოფელში ჩვენი ჩამოსვლილი არის ის, რომ ამ წყაროზე მოსულიყავით და ეს წყალი დაგვენია, არის სამკურნალო წყალი, ბევრს არ შეუძლია ამ წყლის დალევა. აქვს ცოტა ცუდი გემო, ყრალი გემო აქვს ასე ვთქვათ. სული აქ მოვდის უკვე. ხო, სუნიც ისეთ სპეციფიური აქვს, მაგრამ თელ ორგანიზმს მინდავს, არის სამკურნალო. როგორც უნდა გაუძლო რო დალევ რა. მით რა ამსე? ყველა ვერს ვავს სხვათა შორის. და ვნახოთ ახლა აბა ერთი მაკა და თამაზა თუ დალევენ. და ჯერ ვერ დავლებ და ნახო, მაცივაში ჩავაცდე. სული მომდის, რა ზუსტად ვიცი ვერ დავლე. აბალევა მიდი ჩაცალე. ერთსა ჯერ მაკამ გასინჯოს. ცოტა დალიე რა. არა შასი არა. დალიე, ცოტა. ვერ დავლე. ენა და ბანე გული ამერევა ლევა რა. უნები აქ მაქვს სული უკვე მე რა. მიდი დალიე. დალიე. არ შემილია. მერტმა შეგარკოს. საღოლგმაო შენ. ყრალია, მაგრამ მაინც გემრიელია. ვიმყოფებით შუაგულ ციხის ჯვარში. ეს სოფელი ეკუთვნის ბორჯომის მუნიციპალიტეტს და სხვათა შორის ციხის ჯვარი მდებარეობს ზღვის დონიდან 1640 მეტრზე, ანუ ძალიან მაღალზე ვართ მეგობრებო. მეცნობა მიმიტომ ამიწია თამას. მე მგონი. ეხლა ლევან სად მივდივარ? ეხლა წავიდეთ ჯვარზე, ციხის ჯვარი, ასე ვთქვათ, სახელი საიდანაც გამომდინარეობს. იმ ადგილზე წავიდეთ და მოვინახულოთ ულამაზესი ადგილია. შვენიერი წავიდეთ. ამას გიდის კურსები ხო არა დამთავრებული. მე მგონი. თავარია ბოლოს ფული არ ააგროვოს. საბერძნეთს გაუმარჯოს. საქართველოსთან ერთად. დაუნიავე მაინც, ოთხე ხარ იმისავით, რა ქვია. დაადიხი და დაანიავე. გაფუჭებული კორპუჩივით ჩხრიალებ. კორპუჩი რა არის? აი მიხვდებიან ხალხი. დაუნიავე. დაანიავე თამას დაადიხი და მე რა დავანიავო? დიდი აბა როგორ უნდა დაუნიავო? ნელა ეს. აი ესეთი მწვადი შევწვით და ცოტა ხანში დავაგემოვნებთ. როგორც ვიცით, ახლა ვიმყოფებით ციხის ჯვარში, House Paradise-ში. House Paradise-ში კი არის სივრცე იმისათვის, რომ შენით გააკეთო გემრიელი საჭმელები. ახლა თამაზა სამზარეულოშია და რაღაცებს ფუსფუსებს და წავედით ნახოთ რას აკეთებს. წავედით? აბა თაზო, რას აკეთებ? რას ვაკეთებ გენაცვალე და ეს არის ჩემი და მაკა საფირმო კერძი, ღორის ხორცის ჩაშუშული, ჩვენებური ვერსია. რედაქტორეთ მაშინ და როცა გამზადდება მოვალ, კაი? კაი გენაცვალე, წადი მიბრძანდით აქედან. უნდა ჩახარშო რა ეს ისა რა. გადაურიე. ისე სხვათა შორის მეცშია შენ რო ჭამაგას რა. მოუჟვა, აბა საჭმის კეთება შენ დაიწყე, მე გასწავლე. ეხლა ეს რო კარგად ჩაიშუშება და წამოდუღდება, ეგრევე უმატებ მწვანილს. წვანილი ბოლოს უნდა. ცალკე მაქვს იმისთვის კიდე. ესე უნდა ჩაიშუშოს კარგად. ვერ ვიტან ჭურჭელი რო გროვდება ხოლმე, თამაზად ჩემნაირი არის. აი ციხის ჯვარში ვიყიდეთ ყველი.
ძალიან გემრიელი, ნახეთ რამხელა თავები არის. თბილისში მიყვაქვს. ჩემო მაკა დასრულდა ჩვენი მოგზაურობა სოფელ ციხიჯვარში. აღფრთოვანებული ვარ, ბუნება გინდა, წყალი გინდა, ჰაერი, უმაგრესი ყველი გავსინჯეთ და ჩვენი ჩამოსვლის თავარი მიზეზი რა იყო, რომ დაგვესვენა ულამაზეს სახლში, რომელსაც ქვია House Paradise. ამავდროულად გაგვესინჯა სოფლის ერთ-ერთი უმაგრესი წყარო, რომელიც არის სამკურნალო. მე დავარქვი მას სიცოცხლის წყარო. მე ვერ დავლიე და რა გითხრაბა? არა უშავ რა, შენ მაინც ცხარი გაქვს ფეხზე გამომული, ჩემო მაკა, შენ მაგას დალევ თუ გადაისხავ თუ კურდღობა გადახტები, მაინც დიდი სიცოცხლე არ გიწერია. როგორ არ მინდა წასვლა თამას. ვიცი რომ არ გინდა ჩემო მეგობარო. იცი რა არის, მე მგონი ზედმეტი მომივიდა. რა, წყესალევა? არა, შენ რა ცხარი ფეხზე გაქვს მეთქი გამომული. შენ ინდეს გამოაბავ ცხარს ჩემო მაკა. შენ კი ესე გემრიელად ვერთობით დავისვი და ლევანი ხوار დაგინახია. რავი, სადმე იქნება აქ? ხო იცი როგორ უყარს ბუნება? ლევან. რას დაეძებ მაგმაცივაში, ოღონდ გამაგებინე. ბიჭო, შუაგულ ბუნებაში ნახე კალბასი და პური, ნახე. შეგენაცალე. აი ძმაო სოფელი. არაყი. აბარა. ესეთი კარგი საქეიფო არის გაკეთებული მდინარის პირას, კარგი მაცივარი, ატენილი პროდუქტებით. გამოაღე, დაჯექი და იქეიფე დრო ატარე. თან იღადავე, ცივი არის რა და რაზი არის შეერთებული ეს მაცივარი მაგას რა თქმა უნდა შეერთება მდინარე ჩამოდის ეგაგრილებს.